მოგესალმებით ისევ დარქმევდი, ისევ ახალი ვიდეო და მადლობა ვინც გამომიწერეთ, კარგი დასწრისია და ეხლა ვნახოთ ანონიმური ჩატი დარკნეტში, როგორ უნდა მივწეროთ, როგორ უნდა მივიღოთ შეტყობინა, ну, მოკლედ ჩატი როგორ ვიხმაროთ დარკნეტში, რომელიც არანაირ წვდომას არ იღებს, გარდა იმ ორი ადამიანისა, ვინც ამ ჩატში მონაწილეობს. ესევ და ისევ იგივე პროგრამაში შევდივართ. ну, გუშინ ნაწილობრივ ვახსენე მე ეს ფუნქცია, მაგრამ ხლა უფრო დაწვრილებით შევთ ამ თემაზე. ну, დაუკავშირდება ეს ტორის ასე ვთქვათ სერვერს და დავიწყოთ ჩატი ძველი ადმინი დავშალოთ. და როგორ ხდება აქ? შეგვიძლია ამას სხვა დროს განვიხილავ აი ამ ფუნქციას და აი ჩატს რაც შეეხება, ჩატს ანონიმური ჩატ. გადავდივართ და ვაჭერთ აქ, მაგრამ სამ დავაჭერთ. Казывается, эту вкладку при, ну, аргвинда этапов. ეს არის პუბლიცია, ეს სახალხო, რომელშიც არა ის დამალული. ну, ვაჭერთ აი ამ კნოპკას. დავყვეთ ზუსტად იგივე პრინციპი. ვაკოპირებთ აქ ჩვენს ლინკს. ამ ლინკს უგზავნით ვისაც გვინდა. მიიღების შემდეგ, ვინც მიიღებს აი ამ ლინკს, ну, რა თქმა უნდა, შევატოვებ ბრაუზერში. მოკლედ დაუკავშირდება ეს, დავაკავშიროთ. კი ბატონო. ჩატს აქ. ამ ლინკს, ну, დააკოპირებ შეიყვანს. ამის შემდეგ ჩდება ასეთი რაღაცა. რომელიც იმიტომ რომ ჭირდება კიდევ ამას პაროლი. ასე ვაკოპირებთ პაროლს. და ის ვისაც უნდა შეიყვანს პაროლსაც, დააჭერს ოკეის. და ჩვენ გვაქვს ჩატი უკვე, ნებისმიერ რაღაც რასაც მივწერთ, რასაც მივიღებთ. რეალურად აი, აუწევს ჩვენ რაღაცას, რა მნიშვნელობა დავაგზავნით, ხო? ამიტომ იქ აი რაც აღნიშნეთ. არავის რომ არ აქვს ნებისმიერი მესენჯერი, იქნება ტელეგრამი, ვატსაპი, სიგნალი არ დაიჭერებთ, რომ არის შიფრება. ყველაფერი შიფრება, ხოლო აი ეს ჩატი ნამდვილად არის შიფრება. თუ გნებავთ აი ეს პროგრამა, შეგიძლიათ. ხო, ახლა ვთქვათ და გვინდა შევწყვეტოთ ეს ჩატი რაღაც მიზეზის გამო, ხო? ჩვენ ასტანავით სერვერ დავაწყებით. აი აქ ჩატში რას უნდა დავწეროთ, ეს აღარავის აღარ მიუღო. გამოთვლია ჩატი მოხდა. აი ასე ისე ჩვენებაც მინდოდა და თქვენთვის. მადლობა ყურადღებისთვის. შეეხება იმას რა ქვია პროგრამას. ეს პროგრამა არის Onion Share, Onion Share. აიც როგორც იკითხება. შეგიძლიათ გადმოიწეროთ სრულიად უფასოდ და აუცილებლად გჭირდებათ ამ პროგრამასთან ერთად Tor browser. ეს ორი პროგრამა ერთმანეთის გარეშე არ მუშაობს. სხვა მოკლედ მე მოვიხილავთ კიდევ ერთ ფუნქციას აი ამ პროგრამისა და შემდეგ უკვე სხვა ასე ვთქვათ სხვა პროგრამებს, სხვა დარკნეტზე გვექნება უკვე სხვა მხრიდან საუბარი, არა ამ პროგრამით, არამედ ბევრი სხვა სიახლეებით. მადლობა ყურადღებისთვის. მომავალ შეხვედრამდე. აქ აქვს აჰა, თქვენ შეგიძლიათ ენა შეუცვალოთ, ძალიან კარგი რამ აქვს. შეგიძლიათ იმიტომ რომ არის რუსული
ინგლისური, თქვა შეგვიძლია დავაყენოთ ინგლისური ენა, ხო? და შემდეგი შემოსვლის დროს საერთოდ ეს უნდა იყოს ინგლისურად. კი ბატონო, აი ეს თუ გამოგვია ინგლისურ ენაში. და უბრალოდ ვიდეოს მაქვს რუსული და აი რუსული ვთქვათ ინტერფეისი. მადლობა ყურადღებისთვის.